მოგესალმებით. დღეს გადაცემაში სტუმრად გვყავს Renault Duster-ი. პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ ძალიან მომეწონა ახალი Renault. თუ გადავხედავთ Renault-ს კონკრეტულად Duster-ის ისტორიას და შევადარებთ ძველ მოდელს, ალბათ ვიზუალურად საუკუნოვანი ჩავარდნა აქვს. მაგრამ ახალი Renault მართლა განსაცვიფრებელია, ძალიან ბრუტალური დიზაინი აქვს. მით უმეტეს აი ეს Renault-ს წარწერა, ახალი დიზაინის ფარები, ცხაურა, გრილები, რომელიც ასევე ფუნქციურია, ძალიან მომწონს. კონკრეტულად ეს ავტომობილი არის ბიუჯეტური კლასის ავტომობილი, არის წინაწამყვანი და აღჭურვილია 1 და 3 ტურბინირებული ძრავით, რომელსაც ასევე იზიარებს Mercedes-თან და Nissan-თან ერთად. პირველი ალბათ რაც თვალში მე პირადად ხვდება არის ძრავსახურავი. მოდი ესე დაუძახოთ, კაპოტი არ ვიხმაროთ. ძალიან ლამაზი ჭრილები აქვს და მეთანხმებით, მით უმეტეს ინტერიერიდანაც, როდესაც ავტომობილს მართავთ, ძალიან მომწონს. მომწონს ზოგადად ის ფაქტი ავტომობილებში, მე პირადად ეს ჩემი სუბიექტური აზრია, როდესაც საჭესთან ვზივარ, ყურადღებას ვაქცევ ხოლმე ძრავსახურავი როგორ ჩანს. ამ შემთხვევაში ძალიან კარგი ხილვადობა აქვს. ძალიან სიმყუდრო გვხვდება ასევე ინტერიერში. მოდი ცოტა თემას რო არ გავხსნეთ, ვიზუალზე მოვახდინოთ ორიენტაცია. მოდი გადავინაცვლოთ უკანა ნაწილში. პირველ რიგში რაც უნდა აღინიშნოს, არა რა, აშკარად გამოსწორებული აქვს ვიზუალური მხარე Renault-ს. აი თუნდაც სპოილერი, პატარა, ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს ფარები, დიზაინში კარგად ზის და საბარგული გვაინტერესებს ალბათ ყველას რამხელა აქვს ახალ Duster-ს. მოდი ვნახოთ. საკმაოდ ტევადია. ტევადია თუნდაც საოჯახო თუ სადმე წავალთ. ტევადია სამსახურის საქმეებისთვის. დიდი სივრცე აქვს და შიგნით რა გვხდება? დომკრატი, ეგრეთ წოდებული, მანქანის ასაწევა თუ დაგჭირდა. აქ ასევე პატარა შესაერთებელი გვაქვს, დენის 12 ვოლტიანი და ქვევით რა გვხდება? ხო, სათადარიგო საბურავი თავისი აქსესუარებით. რომ მოხსნათ და შევცვალოთ თუ დაგჭირდა. ერთი შეხედვით საკმაოდ სიმპათიური ავტომობილია, მოდი ინტერიერშიც გადავინაცვლოთ, ნახოთ ინტერიერი თუ რამე შეიცვალა, თუ რამე დაიხვეწა უფრო და მერე უკვე გავიდეთ გზაზე და დავიწყოთ მიმოხილვა უფრო დეტალურად რა შეგრძნებებს გვიტოვებს ეს ავტომობილი. პირველი, ალბათ სავარძელი, მნიშვნელოვანი დეტალი რაც არის ავტომობილის, რომელიც არ გვაქვს ელექტრო. ალბათ იმიტომ რომ არის ბიუჯეტური კლასის ავტომობილი. ინტერიერში ძირითადად არის ძალიან ბევრი პლასმასი და პლასმასი. ესეც ალბათ ფასიდან გამომდინარე და უფრო მგონია რომ წონის ეკონომია გააკეთეს ავტომობილში. მოდი გადავინაცვლოთ უკანა ნაწილში ავტომობილის შიდა სივრცე. კარგი ადგილი გვაქვს, თავზევითაც დიდი მანძილი გვაქვს, აქაც ვიწროდ არ ვართ. ნორმალურად ვზივართ. უკანაც ორი ცალი Type-C პორტი გვაქვს, რომ ტელეფონი დავმოხდოთ. არაფერი განსაკუთრებული. ინტერიერში ალბათ პირველი რაც უნდა მოვიხილოთ არის საჭე. ძალიან ლამაზი ფორმის საჭეა, მე ძალიან მომწონს. გვაქვს paddle shifter-ები, გადასართველი ხელიდანაც შეგვიძლია რომ ვაკონტროლოთ. მულტი საჭე გვაქვს, ციფრული მაჩვენებელთა დაფა, რაც ძალიან მომწონს და ლამაზი დაფაა. მონიტორი, რომელიც აღჭურვილი არის GPS-ით და მულტიმედიით. მოდი თან ჩავერთოთ და ვნახოთ. Android-ის ტიპის მონიტორია. გვაქვს ძალიან პრიმიტიული სისტემა, გათბობა გაგრილების, გვაქვს ორი ცალი Type-C, ერთი ცალი აქ შეგვიძლია 12 ვოლტიანი დამტენი, პატარა გადასართველები, რომელზეც არის დრაივი, ნეიტრალი, რევერსი, პარკინგი ცალკე და რაც ძალიან მომეწონა, არის ხელის მუხრუჭი, რომელიც არ არის ელექტრო. მივესალმები ზოგადად შეიძლება ზოგი ერთი ადამიანისთვის ეს არ იყოს სიტყვაზე კომფორტული ან ურჩევნოდეს ელექტრონული, მაგრამ მე პირადად ძალიან მომწონს მექანიკური ხელის მუხრუჭი. სათავსოებს რაც შეეხება, პატარა სათავსო გვაქვს, დიდი არაფერი, ასევე ეს მოძრავია, ხელის დასადებად და ძალიან კომფორტულია. ორი ცალი ჭიქის ჩასადები გვაქვს, პატარა შეგვიძლია გასაღები დავდოთ ან რამე, აქაც სათავსო, აქაც სათავსო. ნორმალური ინტერიერი აქვს. მოსავლელად ისეთი საქმეზე სიარულო და მოსავლელად ძალიან მარტივი ავტომობილი არის რა. თუ შევეხებით რა ჭუჭკიანი ხელით რო შევეხოთ და სიტყვაზე ან ზეთიანი ხელით ან რაღაცა ჩავჯიქით დავსვარეთ, ძალიან მარტივი გასაწმენდი არის. ესეც უნდა აღინიშნოს. ნუ რაზეც არის გათვლა, იმას მშვენივრად ასრულებს ეს ავტომობილი. კარგი, ეხლა გავიაროთ და დანარჩენი უკვე დაშვნახოთ.
Mini off-road-დან გადმოვინაცვლოთ უკვე ქალაქში, ინტერიერიდან. ძალიან კარგად გაართვა თავი იმ გზას, რა გზაზეც ვიარეთ. სიმართლე გითხრათ, არ არის ესე გათვლილი ეს ავტომობილი off-road-ისთვის და მძიმე გზებზე სასიარულოდ, იმიტომ რომ ამ მოდელს ყავს 4x4-ზე ავტომობილი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, რომელიც იდეალურია მსგავსი საფარისთვის, მაგრამ თუ ტესტია, ბარემ გავტესტოთ თქო, ვიფიქრეთ და საკმაოდ გაოცებული დაგვტოვა. კარგად გაართვა ყველაფერს თავი, კარგად იარა და ერთი აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ გადაღების დროს, როცა ვიღებთ ხოლმე სიუჟეტს, ოპერატორი როცა კადრებს იღებს თუნდაც და გადმოსული არის ავტომობილიდან, რო ჩერდებოდით, სანამ დავიწყებდით სიტყვაზე მოძრაობას და გადავიღებდით კონკრეტულ კადრს, რომ მეძახდა ხოლმე, რომ აი დაიწყე, ან დაიძარი, ეს არის მოდა ინტერიერში. ანუ შუმო იზოლაცია თუ ამ ბიუჯეტურ მოდელს აქ ძალიან კარგი. ესეც ცოტა გამიკვირდა, არ ველოდი. სიარულს რაც შეეხება, ძალიან რბილი მანქანა არ არის, მაგრამ კარგი სვლა აქვს, აქსელერაციაც საკმაოდ კარგი აქვს, თუ რაღაც მანევრის გაკეთება გვინდა, გადასწრება გვინდა ავტომობილისთვის, მყისიერი აჩქარება აქვს, რითაც ფრანგული ავტომობილები გამოირჩევიან. ასევე მუხრუჭი აქვს ძალიან კარგი. და კიდევ ერთხელ ადასტურებენ ფრანგები იმას, რომ ახალ თაობებშიც, ანუ ის ძველი რამუხრუჭი სისტემაც ეყენა, თუნდაც Clio-ს, Sports, ავიღოთ მაგალითად Megane, აქვავებს ჩადის ასფალტში, ანუ მსგავსი მუხრუჭი აქვს. ესე ძალიან მომეწონა და მნიშვნელოვანია ალბათ დამეთანხმებით. იმის და მიუხედავად, რომ არის 1 და 3 ტურბინით აღჭურვილი ძრავი, მოიხმარს ძალიან ცოტა საწვავს. დაახლოებით საცობების პირობებში ჩვენ გვიწერდა 7.5 წვას, 7.5 litrს 100 კილომეტრზე და ტრასაზე რაც ვიარეთ, წვავს 5-დან 5.5-მდე, რაც არის აი ფანტასტიკური შედეგი, მით უმეტეს SUV-ია, ანუ ტევადია და შორ გზაზეც რო წავიდეთ და რაღაცა, ამის მიუხედავად წვა აქ იდეალური. ძალიან მომეწონა ამ ხრივ. ინტერიერის ხარისხს რაც შეეხება ვერ დაიკვეხნის დიდად, მაგრამ არც უნდა მოვთხოვოთ ამ ავტომობილს, რომ რაღაცა ლაქშერული ინტერიერი კონდეს და რაღაცა ალკანტარი და ტყავით შემოსული სალონი, იმიტომ რომ ბიუჯეტური მოდელია, გათვლილია იმაზე, რომ ესე ყოველდღიურად სამსახურისთვის გამოიყენო, ან ქალაქგარეთ თუ გიწევს ხოლმე გასვლა, იმისთვისაც ძალიან კარგია. სხვა ინტერიერში რაც შეიძლება აქცენტი გავამახვილოთ არის ის, რომ აქ GPS-ი, მულტიმედია, ანუ Android-ი არის მონიტორი, უკანა ხედვის კამერა აქვს, ასევე სენსორები აქვს, შეჯახების საწინააღმდეგო, ესე ძალიან კარგია. ხო, ძალიან მომეწონა paddle shifter-ები, შეგიძლია სიჩქარე ჩამოვაგდო, ესე კიდე ერთხელ გამოვკრათ, მეორე სიჩქარეშია, ყისიერად ჩქარდება. შვენიერი. და დიდი ხანი თუ გაუშვებთ ხელს, მერე უკვე თავისით უბრუნდება დრაივის პოზიციას. მომეწონა ფასიდან გამომდინარე, მომეწონა გამავლობიდან გამომდინარე, მით უმეტეს წინაწამყვანია და არ ველოდით ესეთ შედეგს და ბრავო მართლაც Renault-ს. მომეწონა წვა, რაც ალბათ მნიშვნელოვანია დღესდღეობით ჩვენ პირობებში, მით უმეტეს არის ელექტროავტომობილები, არის ჰიბრიდული ავტომობილები და ჰიბრიდს თუ შევადარებ, ვისაც შიდაწვის მქონე ძრავები გიყვართ, მათთვის ალბათ იდეალური არის. ძალაც ნორმალურია, კარსად ესე არ გაჭირვებია, რაღაცა ისეთ მძიმე ოფროადზე არ გვივლია, რომ რაღაცა ჩავრჩენილიყავით სადმე და ასე შემდეგ, ანუ არც არის მაგისტვის ეს ავტომობილი და ჩვენც ახლა არ შეგვიგდია ესე. დანარჩენს თავი მშვენივრად გაართვა, კადრებსაც ნახავდით, როგორ ვიარეთ, სად ვიარეთ, კარგადაც ავიდა, ეს თითქმის 90 არ იყო, მაგრამ მეორიც არ ეკლდა მსგავს აღმართებზე და არ ვიცი. ყოჩახ, სადაც შეძლო მოჭიდება საბურავმა, ესეც უნდა ითქვას, ყველგან მშვენივრად გაართვა თავი. დანარჩენი რაც შეეხება ხედველობის არის ძალიან კარგი აქ, რაც მომწონს არის ის, რომ სიმყუდროვე იგრძნობა ინტერიერში, მყუდროდ ხარ, რაღაც დაცულობის შეგრძნებაც გააქვს.
როატარებ მოყვება კარგად, ხარტიც ასე თუ ისე არის. ანუ ის არ არის რა, მძიმე ავტომობილის შთაბეჭდილებას არ ტოვებს რა როატარებ. კარგია. ძალიან მომწონს ასევე მისი საჭე, ძალიან ლამაზი ფორმა აქვს, ხელშიც კარგად ჯდება, მატერიაც კარგია, საჭის სასიამოვნოა, რო ეხებით, მულტიმედიაც აქვს. აქ ასევე ეკო მართვის რეჟიმი, რომელიც არ გაგვიტესტია. თან გვაინტერესებდა როგორი უილი და რამდენი დაწვავდა სტანდარტულზე და მშვენივრად გაართვა თავი. საოჯახოდ და ქალაქგარეთ სასიარულოდ, მით უმეტეს საქმეებისთვის, ქალაქშიც მგონია რომ კარგი მანქანაა. მე პირადად ჩემი გადმოსახედით სიამოვნებით ვიყოლებდი, მით უმეტეს ჩვენ გადაღებებზე რომ დავდივართ და აპარატურა ტექნიკა დაგვაქვს ხოლმე, დღეს იდეალურად გამოგვადგა ეს ავტომობილი. ბოლოდინს ფიქრობ გადააჭარბა. მით უმეტეს ახლა წინა დასტერებს თუ შევადარებთ, სადა დედამიწა სხვაობა გინდა ვიზუალურად, გინდა მართვაში, აი არ ვიცი. ძალიან დახვეწეს. მის საფასო კატეგორიას თუ შევადარებთ და იმისთვის, რისთვისაც არის ეს კონკრეტული ავტომობილი გამოშვებული, ჩემი აზრით აკმაყოფილებს ალბათ ყველა მოთხოვნას.